გამარჯობა ჩემო მეგობრებო, მე ვარ დღეს ზაზა ჯაყელთან, ჯაყელების მარანში. ჩვენ ვისაუბრებთ დღეს ცოტა ღვინოზე, ცოტა ვენახზე და აღმოჩნდა რომ ზაზას აქვს ახალი ინტერესები. ეს არის ჭაჭა, რაც მე ძალიან გამიხარდა და რამაც მომიყვანა დღეს ზაზასთან. ცოტას ჭაჭაზეც ვისაუბრებ და არა მარტო ჭაჭა, ზაზას აქვს კიდევ სხვადასხვა დისტილატი, ერთ-ერთი არის კომში, რომელსაც დღეს დავაგემოვნებთ. გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან კარგ გარემოში ხარ და პირველ რიგში კეთილი იყოს ჩემი ფეხი და ბარაკა აქაურობას. აიხარე. ზაზა, შენი ღვინოები არის როგორი ცნობილი, იცი, სადაც აგენ წახვიდე მაღაზია იქნება თუ ფესტივალი იქნება, მე ყოველ შემთხვევაში მომსწრე ვარ მაგის, რომ ადამიანებს უკითხავთ, სად არის ჯაყელების ღვინო, რომ მივიდნენ და გასინჯონ. არ ვიცი, ეს არის ალბათ ძალიან დიდი წარმატება. როგორ მზადდებოდა, როგორ მზადდება, საიდან მოდის, როგორ მოდის, სად მიდის ეს ღვინო, რა არის ესეთი მაგარი, როგორ ხდება ესეთი მაგარი პოპულარული, შიგნით რა არის, რომ ყველას მოსწონს. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ დაახლოებით 2001 წელი იყო, როდესაც დავიწყეთ მე და ჩემმა ძმამ, ასე ვთქვათ, ღვინოსთან ურთიერთობა, უпроსწორედ ვენახთან, ჯერ გავაშენეთ ვენახი, ხაშმში, საფერავი და მოყოლებული იქიდან მე 2015 წელს გადმოვედი უკვე კახეთში, გადმოსახლდი, სადაც უკვე არა მარტო საფერავი, არამედ უკვე ახალი ვენახი, ოჟიოში, სადაც არის გაწითელი, ქისი, მწვანე. მანამდე თეთრ ღვინოებთან ურთიერთობა არ ქონდა. ნუ რაღაცა ჩვენთვის, სახლისთვის რაღაცა ერთი მცდელობა იყო, როდესაც ჩვენთვის გავაკეთეთ რა, რაღაც რაოდენობა, რომელიც შამპანიურის მცდელობაც იყო, ასე ვთქვათ, პეტნატი რო დავარქვა, რაღაც ერთი მცდელობა იყო, მაგრამ მე რაღაცნაირად მგონია, რომ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს, ცოტა ძნელი მგონია პეტნატის კეთება და რაღაცა, რა ვიცი, მომავალში. კი, მე მესმის, იმიტომ რომ ზოგიერთ მარანში რო შეხვალ ხოლმე, აქვთ დაახლოებით 20-25-30 დასახელების ღვინო. და სულ მეკვირს ხოლმე, როგორ უვლიან ამდენს რა. ყველას ხო თავისებური ყურადღება უნდა. წარმოგიდგენი, ყველა ღვინოს თავისებური ყურადღება უნდა. კი, მაგის პასუხი ჩემგან ასეთია, რომ მეც მაქვს დაახლოებით 6-7 დასახელების პროდუქტი, მაგრამ დავიწყოთ იქიდან, რომ მაგალითად ქისი რო ავიღოთ. ხო? ესენი არის უფრო შედარებით ახალი პროდუქტები, ხო? ხო, ახალი პროდუქტები 2015 რაც ეს ახალი მარანი ავაშენე, ამაშიც გასაგებია და აქედან მოდის მე უკვე სახალხო ჩავყარე და უკვე თეთრი ღვინოებთან ურთიერთობაც უფრო ინტენსიური გახდა რა და არ მეგონა მე თვითონ თუ ასეთი საერთოდ რო ავიღოთ ალბათ მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში უფრო რთული და ძნელი გასაკეთებელი არის გაკეთება როგორ დასამზადებელი არის თეთრი მართლა ხო რა ვიცი იმიტომ საინტერესოა ხო იმიტომ რომ საფერავი იმდენად ძლიერი თვითონ ისეთი ძლიერი ხო რთულია რომ გააფუჭო ხო ძალიან უნდა მოინდომო რომ გააფუჭო და ასეთივე ძლიერია ჩემი აზრით რკაწითელიც კი მესმის ხო და დანარჩენი უკვე რაც შეეხება მწვანე რაც შეეხება ქისი ხიხვი მაგალითად ხო აი ძალიან ფაქიზი ჯიშებია და რაღაც სხვანაირი მოპყრობა ჭირდება და აი მაგალითად წინა იმას რო დაუბრუნდეთ ამ 6-7 პროდუქციას როგორ ვაკეთებ მაგალითად არის რომ ქისი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ვამზადებ დაუშვათ რა არ არის ყოველ წელიწად ხო მარტო რა პრინციპია ეს ახლა ნუ რავი აი როგორ შეიძლება როდესაც 4-5,000 6,000 ბოთლი ღვინოს აწარმოებ მეც არა და აი ამაში ამდენი პროდუქცია რაღაც იმიტომ გაგიკვირდათ ხო სხვისი დაუშვას რომ როგორ აკეთებს მე თვლი რომ შეუძლებელია ამდენი პროდუქციის ერთდროულად გაკეთება ამიტომ მე ჩემი რაღაც მივხვდი ახლა უკვე ერთ წელს ყველას არ აკეთებს არ არსებობს ხო მე ასეთი პირველი ექსპერიმენტი იყო 2015-ში გავაკეთე მაგალითად ეს ახალი მარანი რო ავაშენე რკაწითელი ქისის ექსპერიმენტი რომელმაც
პირდაპირ გეტყვით რო არ გაემართლები აღარ გავაკეთებდი, მაგრამ იმდენად მოთხოვნადი პროდუქტი შეიქმნა, რომ ნუ რა ვიცი, აი დღეს რომ მითხრათ შარშანდელი არანაირი ერთი ბოთლიც არ მაქვს დარჩენილი. საზღვარგარეთ იყიდება, ხო? კი, საზღვარგარეთაც იყიდება, კი, იაპონიაშიც, საფრანგეთში. საფერავიდან მოყოლებული გადის და იყიდება ჩვეულებრივად. კი, აი უკვე თეთრსაც საფერავსაც თეთრმა გაუწია, ასე ვთქვათ, თვითონ გაუწია კონკურენცია, უკვე 50-50-ია, ვთქვათ, ნახევარი საფერავი იყიდება, ნახევარი თეთრი იყიდება. რა, იცით რა, მე მეგონა რომ რატომღაც მარტო საფერავის ასე ვთქვათ, მომხმარებელი იყო ჩვენი ქვეყნის გასაცნობად, ასე ვთქვათ, უცხოელებისთვის საფერავი იქნებოდა ერთ-ერთი ნუ არის მაგიტომ აირჩიეთ ალბათ ხო თავიდან ეგ კი რა თქმა უნდა მაგრამ აღმოჩნდა რომ თეთრსაც მით უმეტეს ქვევრის ღვინოებსაც აქ რო გადმოვედი ახალი ქვევრები ვიყიდე ახალი ქვევრები ჩავყარე და ქვევრის ღვინოს ასე ვთქვათ პოპულარიზაცია მიდის ნელ-ნელა ალბათ გეცოდინებათ იქ იყო ფესტივალები რამდენიმე იმაზე იტალიაშიც, საფრანგეთშიც, გერმანიაშიც მე თვითონაც ვიყავი და რაღაც ნელ-ნელა ასე ვთქვათ ვითარდება პოპულარიზაცია ძალიან ძნელია რომ კონკურენცია გაუწიო იგივე საფრანგეთს, იტალიას, რა ვიცი, ესპანეთს, მაგრამ ნელ-ნელა ქვევრი ვახსენეთ და ცოტა გულის ტკივილით მინდა ვთქვა რომ ყოველ შემთხვევაში ამ ბოლო დროს ბევრისგან მესმის რომ ჩვენ ქვეყანაში ღვინის სამშობლოში მაინც და მაინც კარგი ქვევრი არ კეთდება და ეს არის დიდი პრობლემა არის ხა ჩემმა მეგობარმა და მისმა პარტნიორმა მარანი ააშენეს და 100 ტონა მითხრა მგონი 100 ტონის ქვევრი იყიდეს საიდან 70% დაბრაკეს წარმოგიდგენია შენ ეს იგი რაუბედურება არის რომ 100 ტონიდან 70%-ს დაბრაკა. სულ მაგდენი არა, მაგრამ მე ესეთი დამოკიდებულება გამიჩნდა ქვევრთან, ესე 2014-ში თუ არ ვცდები, 14-ში ვიყიდე ეს ქვევრი და 2015-ში უკვე დავაყენე, ასე ვთქვათ, ქვევრში ღვინო და სადღაც აი ახლა 2 წლის უკან თავიდან მომიწია გამოწვა თავიდან ყველა ქვევრის აბსოლუტურად ნაწილი საერთოდ პატარა ქვევრები არც ვერც გამოვწვით წესიერად და ამიტომ 200-300 ლიტრიანი ქვევრები ამოვიღე ხმარებიდან და ვთვლი რომ ქვევრში თუ დღესდღეობით ისეთ ხარისხი კეთდება თუ ადამიანი არ ჩადის ფიზიკურად შიგნით და აი ადამიანის 2 საათიანი ერთი ქვევრის შრომ არ ჩაიდო შიგნით არავითარი ვერანაირი კერხერი და ვერანაირი რაღაც მე ესე მგონია იმიტომ რომ მე თვითონ ვიყავი ტყებლოვანაში მე თვითონ ვიყავი იმ ადამიანებთან ვიც აი ამ ქვევრებს თქვათ ვისგანაც ყიდულობდით მაგრამ რაღაც შეუძლებელი ეგ რომ მივედი მთელი ტყებლოვანა გავსებული იყო ყველა ქვევრს აკეთებდა და რა ვიცი ახლა ნუ ყველას თავის ინდისის წინაშე უნდა იყოს მართალი ახლა მე რაც ჩამოვიტანე ვისგანაც ვიყიდე უბრალოდ მე მგონი მაგ როგორ ხდება რომ მიხვედი ნახე ადამიანი და გეუბნება რომ კაი ქვევრია ძმაო და შენ ვერ ამოწმებ ხო არა შენ მაგას ვერ ამოწმებ მაშინ მით უმეტეს 2014-ში ქვევრთან შეხება არ ქონდა რაც ჩვენი ღვინო უცხოეთში გადიოდა და იგივე მიშლენის რესტორანში მოხვდა არანაირი ქვევრში არ იყო ჩასხმული და არანაირი პრობლემა არ მქონია მაგალითად ნეჟავე იგივე ხო უჟანგავში 2011 აი ეს კარგად გექნება შენ ეგ გამოსი ქვევრის საფერავი და უჟანგავი ფოლადის საფერავი სხვაობა არა პირდაპირ ვიტყვი რომ უკვე რამდენი 10-11 წელიწადია უკვე ქვევრში ღვინოს ვაყენებ და რა ვიცი თვლი რომ ერთ-ერთი კარგი ჭურჭელია რა აი ჯობია უჟანგავს ხო რა თქმა უნდა ჯობია რა ეხლა მით არა უჟანგავი არ ფუჭდება თეთრი ყურძნისთვის
კაცილებით კახური, ასე ვთქვათ, ჭაჭაკლერძე გაჩერებული, ცუდი ნამდვილად არ არის. მე დაახლოებით 6-7 თვე ვაჩერებ თეთრს და საფერავს ერთი თვე მხოლოდ რა, ჭაჭაზე და მე ვხსნი და მე ვაბრუნებ ისევ საფერავს ქვევში და დაახლოებით ისიც 7 თვის მერე ყველაფერი ამომაქვს უჟანგავში, მე 5 თვის განმავლობაში უჟანგავში კიდე თავისით იწმინდება, ასე ვთქვათ. საინტერესო რამეს ამბობს, ბევრი ტოვებს რა, ესე ხო, ბევრი ტოვებს, ხო. მე 7 თვეზე მეტი არ გამიჩერები, აი როდესაც უკვე აი ტემპერატურული რეჟიმი იცვლება, გაზაფხული, ხო რაღაცნაირ ღვინოც ხო ესე ცოცხალი ორგანიზმია და ისიც მოქმედებს რა. მეტად მარანი ნახეთ ხო, რომ ისეთი მაგრო მარანში ეხლა ინტერვიუს ვერ ჩავწერდით, მით უმეტეს გარეთ ასე ძალიან კი გრილა და ისეთი არის შიგნით, იმიტომ რომ 80% მიწაშია შიგნით რა შესული და ასე ვთქვათ ცოტა რამ ვენაღზევს ვთქვათ, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის და დიდი ჭეშმარიტება ეს არ არის, რომ კარგი ღვინის დაყენება და მათ შორის კარგი ჭაჭისაც, მე ამის აპოლოგეტი ვარ, იწყება ვენახიდან. როგორი უნდა იყოს კარგი ვენახი, თქვათ მარანი კარგი გვაქვს. პრობლემა არ არის არაფერი. შეიძლება ცუდი ყურძნისგან კარგი ღვინო დავაყენო. არა, ეგეთი რამე არც მომხდარა და არც მოხდება, ხო, რა ვიცი. ესე იგი, იქ უნდა მოვიყვანოთ ვენახში რა, თავარი. რა თქმა უნდა, 100%-ით გეთახმები, უბრალოდ არის რომ რა ვიცი, 90% მე მგონი შხამქიმიკატებით იწამლება და მას ეგეთით არ უნდა იყოს მოწამული. კი, ეხლა კარგია სულ რა თქმა უნდა ორგანული და ბიო ვენახი იყოს ყველასი, მაგრამ ალბათ არ გამოდის ხო რა, მე დიდ ქარხნებთან რაც აქ კახეთში თითქმის გადმოსახდი ქვია, უკვე 1-12 წელიწადია და ურთიერთობა მაქვს რა ყველასთან, ასე ვთქვათ ვერა ხო ერთი ადამიანის ის მახსოვს რომ მე რომ გადმოვატრიალებ ბოცო ვეღაცა რომ გადმოვატრიალებს და ამერიკაშიო და შიგნით რაღაც დაცურავსო რომ დაინახავსო მთელ იმას დამიბრაკავენ ლექზე არის ხო ლაპარაკი ნუ რა პრობლემაა რა ვიცი და ეხლა ლექი კიდე ნატურალურ ღვინოს ყოველთვის ექნება რაც არ უნდა ეხლა შენ იმაში გააჩერო თუ არ გაფილტრავ აუცილებლად ექნება რა დროთა განმავლობაში მაინც ყოველ შემთხვევაში და ამიტომ ხო ჩემთვის პრობლემა არ არის იმიტომ რომ არა ყოფილა რა ჩემთანაც რა ზედმეტად ბევრი ლექი თქვა მიმიღია და ამიტომ ხო არა მესმის ვოთში რო ასხავ მაინც ისეთია ხო არ არსებობდა ყოფილა რომ გასაყიდად უარგისად ჩამithულია რა და ასე თქვი მიუხედავად იმისა რომ ღვინო კარგი იყო ვი რა თქმა უნდა ღვინო კარგი იყო მაგრამ დროთა განმავლობაში იმ ღვინოსაც პრობლემები მერე დარწმუნებული ვარ შეექმნებოდა ხო დროთა მაგრამ არის ესეთი რაღაცა რომ ერთი ის რო ავიღო მაგალითი რკაწითელი 2017-ის მაგალითად რომელსაც დღემდე პრობლემა არ აქვს, ეხლა რაოდენობაში არ ვიცოდი რომ ბევრი რაღაცა უნდა შემენახა, ასე ვთქვათ და ცოტა მაქვს შენახული და დღესაც არის ადამიანთა ესეთი კეთილი ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ნამდვილად ესმით ღვინო და აი ჯგუფთან ერთად ისინჯება ხოლმე წელიწადში ერთი ბოთლი ან ორი ბოთლი და ყოველთვის კარგია. ჯერჯერობით ყოველთვის კარგია, ხო. დანარჩენ რაღაც ღვინოებს, რომლებსაც რაღაც ზედმეტი ლექი გაუშვდა, დაუშვათ, რაღაცა პრობლემები შეხვდა, იქიდან უკვე გამომდინარე, აი რისიც გენერალ დირექტორი ძანდებით, აი ჭაჭასთან ურთიერთობაში თანდათან უნდა გადავიდეთ ამაზეც ჭაჭაზეც ვილაპარაკოთ. იმიტომ რომ იქიდან უკვე კონიაკის სპირტი დავამზადე 2000 წელი იყო პირველად, რაც მუხის კასრებში ჩავასხი. აი პანდემიაც რო დაიწყო და გვითხრეს გარეთ 2020 2020 კი.
და გარეთ არ გახვიდეთ და რაღაცა ახალი რაღაცა მოვიფიქრე რაღაც ახალ პროდუქტს რაღაცა შევქმნები მით უმეტეს კარგი დანადგარი შევიძინე და სახში ხარ ვერ გადიხარ ვერსად ვერ გადიხარ რაღაცა ესეთი სიყო რომ რაღაცა გინდოდა რომ ახალი რაღაცა გაეკეთებ მოგეწონა სპირტებთან ურთიერთობა თქვენ წარმოიდგინეთ ხო არის ისე რომ გაზეთ შეგიძლია გააკეთო დატოვო და შეშით ამუშაო და მე ვთვლი რომ შენ თვითონ უფრო რო აკონტროლებ აი ტემპერატურასთან კაი აპარატია ყველაფერი აგზევიდან გრადუსով მე ვიცი რომ ჭაჭის გარდა თქვენ ყოველ შემთხვევაში მასობრივად არა მაგრამ ინტერესი გაქვთ ხილის დისტილატების და ერთ-ერთი არის კომში კი ერთ-ერთი არის კომში რომელსაც არასდროს აღარ გავაკეთებ ვალერი მითხრა რომ 700 კილოდან 20 მივიღეთ რა ვიცი 700 კილოდან მე და ჩემო მეგობარმა ასე ვთქვათ საწილოდ თუ სანახევროდ გავაკეთეთ და მივიღეთ რა ვიცი 39 ბოთლი ამიტომ აღარ გააკეთებთ ამიტომ აღარ გავაკეთე იმიტომ რომ გარდა გავსიჯეთ გარგლის მაგალითად გამიკეთებია მანამდეც და მერეც რამდენიმეჯერ გავაკეთე რა და აი გარგარი მეტი შაქარი აქ ეთყობა მეტი ისეთი ისა და ძნელია გარგარი უფრო მოგეწონა გარგარი უფრო მომეწონა მაგრამ არომატული მე მგონი ხო ისე ამაზე ვისაც გავასიჯ მე გავიყავით მე და ჩემმა მეგობარმა ეს კომშის ასე ვთქვათ დისტილატი და ერთმანეთს ეუბნებოდ რომ შენ წაიღე სულ არა შენ წაიღე მაგრამ ბოლოს მაინც ძმურად გავიყავით და რა ვიცი ადამიანები რომ მოდიან აქ დეგუსტაცია ხდება ხშირად ჩემთან მთელი მსოფლიოდან დადიან რა ვიცი საიდან არ ყოფილან და რა ჩინის და რა იმის პატრონი რა ვიცი საელჩო არ არსებობს რომ ჩემთან ნაყოფი არ იყოს და ესეც უნდა იყოს ხო და აი ესეთი ადამიანებისთვის საინტერესოა ეხლა უკვე ეს მარტო ფული არ არის ხო ეს ყველაფერი რაღაც შენი ახალი პროდუქტის გასინჯვა იმათაც დაინტერესათ და რა ვიცი საქართველოს თურმე რაღაცა კიდე შეუძლია ასე ვთქვათ აი აბსოლუტურად გეთანხმები მაგაში იმიტომ რომ ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ჩვენი ძირითადი მიმართულება იყო არის და ალბათ მომავალშიც ესე იქნება რაც სწორია და კარგია ეს არის ღვინო მაგარი ღვინო გვაქვს ქვეყანაზეა ლაპარაკი მაგარი ვენახები გვაქვს მაგრამ ამ მაგარ ღვინოს და ამ მაგარ ვენახებს მოსდევს კარგი ჭაჭაც და ასევე კარგი ხილის დისტილატებიც იმიტომ რომ იმდენად გემრიელი ხილი მოდის ჩვენთან კი ასე მგონია რა ბაზარში ნაყიდი კომშისგან ამას ვერ გააკეთ აი ეს არ ვიცი ირანული თურქული თუ აფრიკული რაღაცნაირები როა ხო ხდები თიანეთიდან ჩამოვიტანეთ აი ოჯახიდან პირდაპირ და არანაირ უბრალოდ რა არის კომს არ აქვს იმდენი გამოსავალი ეთყობა რა და შაქრიანობა მაინც ხო უნდა ქონდეს რაღაცა რომ მიიღო რა რაღაც იმამდე მიხვიდე ხლა თუმცა მეგობრებო აი ხლა ჯერჯერობით ყნოსავ და მინდა გითხრათ რომ უარომატულესი ძალიან შთამბეჭდავი აი კომშიც ძალიან კარგად იგრძნობა ხო ეს ყველაფერი ბუნებრივად და მართლა არა ყველანაირი მის გარეშე ჩარევის წარმოიდგინეთ რომ აი ჩვეულებრივ ჩაკბეჭილ კომშს ყნოსავთ რა იმდენად კარგი გამოდის კომშისგან და ზაზამ გამოხადა მე კი თქვა თვითონ რომ მე ამას აღარ დავუბრუნდი მეგობართან ერთად და მოდი შეს მეგობარს გაუმარჯოს ვისთან ერთადაც ეს გამოხატა აკაურობას გაუმარჯოს ზაზას წარმატება უსურვოთ პირველ რიგში ღვინის და სტუმარ მასპინძლობის საქმეში და ვისურვოთ რომ უფრო კარგად მოეკიდოს უფრო ისე რა ვქო ფართო მასშტაბიანად მოეკიდოს დისტილაციას იმიტომ რომ მე ასე მჯერა ყოველ შემთხვევაში რომ კარგი მეღვინეები ხანდახან კარგი დისტილერებიც გამოდიან ხოლმე რა და რა უნდა დავარქვათ სახელი თქვათ კომშის ხო ან მაღაზია ჭაჭას ამას ვერ დაარქვა არ შეიძლება არის მეორე ერთი ვარიანტი არაყი მეორე ვარიანტი დისტილატი ხო ესე შეიძლება ჭაჭა არის მხოლოდ ხუთლისგან ესმის ხო რა ამაზე მაქვს ლაპარაკი თუმცა ტექნიკურად შეიძლება ერთი და იგივე პროცესი იყოს მაგრამ
ასე არ ერქმევა რა. Შეიძლება გამოხადო ქლიავისგან გამოდის ძალიან კარგი. ამბობენ უბრალოდ რა არის იცი აი ძალიან რთულია თუთისგან ამბობენ ძალიან კარგი გამოდის. უბრალოდ რა არის აი შეგროვება აი ასეთი რომ თულია რა ძალიან რა თუთა მაგალითად ერთ ოჯახშია როგორ უნდა აგროვო რამდენი უნდა აგროვო მაგრამ უყურე როგორ არის იმდენად მაღალი ხარისხის პროდუქტების მიღება შეგვიძლია რომ ღვინოსთან ერთად შეიძლება ამის გატანაც ამის აი ხა თქვენი ღვინო მოდი მაგალითი ავიღოთ ხო გახდა ძალიან მაგარი პოპულარული ალბათ ნახევარმა დედამიწა ვიცის საქართველოში და ახლო-მახლო ხო განსაკუთრებით. აქვს თუ არა ჭაჭას ისეთივე შანსი გახდეს დაახლოებით ღვინოსავით პოპულარული ჩვენს ფარგლებს გარეთ. ალბათ აი ჩასულ ხარ თქვა სხვადასხვა იტალიაში ალბათ ხო აი გრაპა და კი ყველაფერი გამოსწონთ. ხო მოსწონთ იქ არა ის. კი და აფასებენ თავის აი ჭამის მერე ერთი ჭიქარო არ დააყოლონ კრაპა რომ არ არსებობს მაგალითად ვახშამი იქნება სადილი იქნება რა ვიცი აუცილებლად კულტურაა რაღაცა კულტურაა ხო რა ჩვენთან არ არის ეგეთი ჩვენთან არ არის ჩვენთან თუ ჭაჭას სვამ ჭაჭა უნდა დალიო თუ არა თუ ღვინოს სვამ ღვინო უნდა დალიო ხო ეგრე არ არის დაყოლება რაღაცა და არევა და რაღაცა მაგრამ ისინიც ერთ ჭიქას ესეთ ავი ერჭიქას ვამენ რა კრაპას დააყოლებენ და კაი და მე ჩვენც რო გაგვისინჯავს თქვათ რაღაც აი ეს მოგწონებია კი ხო აი სასიამოვნო სასმელია კი რა თქმა უნდა ჭაჭა არ უნდა აღვიქვათ ჩვენ რომ თუ კარგი პროდუქტი გაქვს და კარგ ღვინოს აყენებ და იქიდან მიღებული ჭაჭაც ალბათ კარგი იქნება როგორც კარგი ყურძნიდან კარგი ღვინო ყენდება ჯამშიც მე ხლა პრესი მე არა მაქვს არაფერი და კარგი ვენახიდან და კარგი ღვინიდან ოღონდ გამოუწურავზე მაქვს ლაპარაკი სულ ჭაჭას ამოიღებ რა თქმა უნდა იმაში სწორად თუ გამოხდი ფანტასტიკურ პროდუქტს დაახლოებით მე ვფიქრობ რომ ერთი 10% ხო 15% ღვინო რჩება შიგნით კი როგორ არ რჩება შეიძლება ზოგში თეთრში შეიძლება მეტიც მეტდება და მე ეს ჯამურად გაკეთებული ამისგან მიღებული უკვე ჭაჭას სხვა ისა უბრალოდ რა არის იცით ეს ახალი აპარატი სლოვენიური აპარატია ვერასდროს აი რომც გინდოდეს ვერ ვიღებ აი ჭაჭის აი ძელ ასე ვთქვათ მამაპაპისეულ აპარატებს სუნი ქონდა ხოლმე ესეთი ჭაჭას რო ხდიდი რომ რაღაც საშინელი ცუდი სუნი ქონდა ეთყობა თვითონ პროდუქტიც ცუდი იყო ალბათ და რაღაც არა დისტილაციის ამბავი არის მანდ გეტყვით არ ხდება ამას არანაირი ზედმეტი თავების და კუდების მოხდა მამაპაპისეულ აპარატებში დღემდე ეგრე არის რომ არ ხდება ხოლმე ანუ როდესაც ადუღდება და თავიდან წამოვა მე ვხვდი აუცილებლად უნდა მოაშორო მაგის შერევა არ შეიძლება იმიტომ რომ მეთანოლია და ალდეჰიდები და საშინელი ისენია რა ქვია მომწავლებელი დაახლოებით 9 ლიტრს ჩემი არის 90 ლიტრიანი და მითხრეს რომ 300 გრამი საკმარისია არა 9 litrს ნამდვილად თავიდან ვაცლი და მე რო ჩამოდის სადღაც 40 იწყება სადღაც 65 კი ეგრეა და ნელა-ნელა ჩამოდის და 45-ის ქვევით უკვე აღარ მაინტერესს ხო იმიტომ რომ ინტერესული ზეთები და ეს კუდები და საიას ეძახიან ხოლმე მაგას რა და მე ორნახაც არ ვაკეთებ ოღონდ ერთნახადია ეს ჩემი ხო კი ბატონო ხო არ ვიცი ახლა მე არა ვარ ამის დიდი მე მესმის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი არის ჩვენგან და აი ამის გამ ესეთი სერიოზული ჭაჭის მისგან დიდი სიამოვნებით ჩვენთან არის გაყოფილი აზრი ორად არიან ერთნახადის ქომაგები რომლებიც ამბობენ რომ ჭაჭა არის ერთნახადი და ვსო მეტი აღარ რა თუ მინდა ჭაჭა კი და ეგეთი ადამიანები ზირთად მეღვინეები არიან ხოლმე რა რომ აკვირდები ხოლმე რა ვიც მაგარი მეღვინე არის ის ამბობს ჭაჭა არის ერთნახადია ვიც ის არის რა ქვია აი უფრო დისტილერი ვიდრე მეღვინე ხო ვინც გამოხ ის ამბობს რომ არა ძმაო ეგრე არ არის რა ორნახადი უნდა და ესე არის ხოლმე ბოლომდე ჩაკავთ ხოლმე სადღაც 25 გრადუსამდეც კი რაც კი გამოვა ონას და მე თავიდან კი და მე თავიდან იხდება და მე უკვე კარგად ძვრება თავიდან არ ვიცი ახლა ეგ ჩემი არა მესმის მაგრამ მე ძალიან მიხარია რომ
მე რატომ მიხარია გეტყვით თქვენ რომ დაიწყეთ ეს საქმე. ჯერჯერობით ჰობია და ალბათ გახდება შემდეგში. ხო, ჯერჯერობით ხო, მაგრამ ცოტაც არ დამიგროვდა. თქვენ ხელს, აი იმდენად პოპულარული არის თქვენი მეღვინეობა, რომ თქვენისთან ადამიანები, თქვენ და კიდე სხვაებიც, ვინც ძალიან პოპულარულები არიან და ძალიან კარგი მეღვინეები არიან, თუ ისინი დაიწყებენ ჭაჭის წარმოებას, მე მჯერა, რომ უშუალოდ თქვენ და სხვაებიც ხელს შეუწყობენ ამ პროდუქტის პოპულარიზაციას. სხვა ადამიანებიც ხელს შეუწყობენ ისეთები, ვინც თქვათ არ არიან თქვენსავით ცნობილები მეღვინეობაში, მაგრამ სხვები რო დაინახავენ, რომ ჯაყელები ხდიან ჭაჭას, რაღაც შეიძლება სხვანაირად შეხედონ, რა და ეს უნდა ამას სხვანაირად შეხედვა უნდა, ამას დაფასება უნდა რა. ჯაყელის ჭაჭა რომ მივა სადმე და მაგიდაზე დაიდება, უკვე კაი პონტი არის რა, იმიტომ რომ ჯაყელის ღვინო ყველა მიცის და ეხლა ჭაჭა მოყვა, ამას დაუწყებენ დაფასებას. დღეს არის დაუფასებელი პროდუქტი. არავინ არ აფასებს. კი, გეთახმები, ესეც რაღაც ისეთი ხო გითხარით, სპონტანურად მოხდა რაღაცეები, მაგრამ ტყილა არაფერი არ ხდება ეთქობა, რაღაცის მერე რაღაცა მოხდა, რაღაცა ჭაჭა მერე იქ ასე ვთქვათ, კონიაკის სპირტიც კი გამოვიდა, მერე ახლა ის კონიაკის სპირტი რას ნიშნავს, ხო? ხო, ღვინის ღვინის იმიდან მიღებული, მაგრამ იმას რა ვიცი, ჭირდება ძალიან ბევრი წლები და რაღაცა ახლა მაგის ხო, ნუ მესმის ეხლა, ეგ ცოტა სხვა ამბავია, კონიაკს დრო უნდა და ჭაჭას არ უნდა ეგეთი დრო. ხო, ჭაჭას არ უნდა. ახევარი წელიწადი სრულიად საკმარისია, რომ უკვე მისართმევი პროდუქტი გახდეს. არის ესე მე როგორც ნახეთ, მაქვს 6 წლიანი, 5 წლიანი. კი, და ჩავიდეთ მე ქვევითაც და გადავიღოთ. ეს რა არის ეხლა მითხარით? ეგ არის უკვე რომელიც ასე ვთქვათ ეს არის მუხაში დავაგებული ჭაჭა, კი, რომელიც იყო დაახლოებით 4 წელი მუხაში. კი, მუხის კასრში 4 წელი და რომელიც არის 55 გრადუსიანი. ეს მაღალი გრადუსი თქვენ მოგწონთ ასე მაღალი გრადუსი. ეს პირველი ერთ-ერთი პირველი ის იყო რა, ჩემი რა პროდუქტი იყო და ესეთი რახან 45-65-დან დავიწყე, 45-ზე დავამთავრე, აი არითმეტიკულად რო შევხედოთ, ესეთი გამოვიდა და რა ვიცი. ანუ ამით იწყებდით რა? კი, მაგით ვიწყებდი, ხო. და ისე მოწონება იყო აქ სტუმრებს მეც როგორც უცხოეთშია, რა ვიცი, ღვინის მერე და ხო, ბოლოს შესთავაზებთ და დიჯესტივს ეძახიან, ხო. კი, და ძალიან ბევრი სხვადასხვის იმაშვებოდა, რა ქვია, ამას. სინჯავდა რა. აი, რისი თქვა მინდა, რომ ჭაჭას გარდა იმისა, რომ თქვათ მუხაში სხვანაირ არ ეხა უკვე მუხა იგრძნობა კარგად რა. 4 წელი იყო რა. ძალიან კარგად იგრძნობა. გადასარევია. მაგრამ ჭაჭას აქ ერთი უნიკალური თვისება. რა ყურძნისგანაც ის იწურება, იმის ჯიშური არომატები მოაქვს. აი მაგას არ ვაკეთებდი. ხო. მე ყველაფერს ერთად ყველა ეგრე აკეთებს. ხო რა. კი, ყველა ეგრე აკეთებს. აი, იმიტომ რომ ეს ჭაჭა რა და ერთად გამოიხადოს რა. შევეცდები რომ თქვენ ნახეთ თუ მოახერხეთ ამას რა, გაუცდებით რა, რომ სხვადასხვა არომატები მეც მაინტერესებს. შეიძლება იყოს და ისეთივე შეიძლება მრავალფეროვნება მივიღოთ ჩვენ ჭაჭაში, როგორც ღვინოში არის რა. რა ნამდვილად არის. როგორი დიდრები ვიქნებით, წარმოგიდგენია. როგორი მრავალფეროვნება გვექნება ჩვენ. ხო, არა, თითქოს ეხლა ცოტა რამდენიმე 1-3-4 წელიწადია მეგობრები, ახალი მეგობრები შევიძინე ვისკის ხო, დიდი კომაგი ვალერის მოკითხვა ჩვენგან, ვალერი ძალიან დიდი მადლობა იმათ, იმიტომ რომ უამრავი რაღაცა ახალი პროდუქტი გამაცნეს, რომელიც აი ჩემთვის ვისკი იყო, რა ვიცი, ჩვეულებრივი სიტყვა ვისკი და არც უყურებდი რომელი წლიანი, რამდენ წლიანი და ეხლა ძალიან ბევრი ასე ვთქვათ უკვე დაუკვირდი ხო სხვანაირად. ძალიან დაუკვირდი და აი უკვე თუ არ არის რაღაც მაღალი დონის ვისკი. კაია, ეს უკვე ძალიან კაი. ესე შეიძლება ვიდე ჭაჭასთანაც ეგრე დამოკიდებულება შეიძლება. აი ვისკის ტეპს ვეძახი, მაგათი ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ მადლობელი ვარ სულ ყველას, იმიტომ რომ
თურმე არსებობს კიდე ღვინის გარდა, არ შეიძლება რომ ჩვენ დავიჩემოთ რომ ყველაფერი ჩვენა ვართ რა, იმიტომ რომ რაღაცეები იგივე შოტლანდიაში ალბათ რამდენი წლის უნდა რა ვიცი, როდის აყენებდნენ ამ ვისკის და რატო რა თქმა უნდა გასხოვებულია ეს ღვინის განკეთება ჭაჭარ და ისინი კი ბატონო, ნუ ნედლეული სხვადასხვა არის, მაგრამ რაღაც დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად შეიძლება ავიღოთ, რომ ხო, მე სხვათა შორის ერთი-ორჯერ მისაყვედურეს, რომ არასოდეს ვარ შეადარო ვისკიო და ჭაჭაო ერთმანეთსო. მე თვითონ სასმელს კი არ ვადარებ ხოლმე დამოკიდებულებას, რომ ამ შოტლანდიელებმა, ირლანდიელებმა და ამ ბოლო დროს იაპონელებმაც კი ხო, ისეთი პოპულარიზაცია გაუკეთეს სამ იმას, რა ქვია, სპირტიან სასმელს, ვისკის. კი, ძალიან. ხო შეიძლება რომ აი თუ ვიღაცები ახერხებენ, რომ ვისკი გახადონ ესეთი პოპულარული. თორმეტ პროდუქტიც არა აქვს რა. არ შეიძლება რომ ესეც გახდეს ესეთი პოპულარული. თითქოს რაღაცნაირად არ ექცევა ყურადღება ამას რა. მე ბევრი მეღვინე ვიცი, რომ ღვინის დაყენების შემდეგ ყრიის ჭაჭას. და რატო ყრიან ახლა? მანდ არის კიდე სხვა პრობლემა. მეც გადამიყრია ხო. ვათლა. ხო, აბა იმდენი ჭაჭა. რა მინდა ხო? ახლა იმდენი ჭაჭა ვერ გამო. აი ხელშეწყობა რომ იყოს სხვანაირი, თქვათ აქციზი არის, აი კიდე მეგობრებო, მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ იქნება ოდესმე მოხდეს, რომ პატარა მწარმოებლებს, აი როგორიც არის, რაღაცა, აი თქვათ რომ მოდი ძმაო 10000 ბოთლს ვინც აწარმოებს, ან 15-20. ხო, იმაზე სხვა ხან არ იყოს აქციზი, რომ ხელი შეუწყოთ რა. ეხლა როგორ შეიძლება შენ, მე და მილიონიანიანი მწარმოებელი ვიყოთ ერთ იგივე პირობაში. რა თქმა უნდა, გეთახმები აბსოლუტურად კი. რაღაცა ხელშეწყობა ხო უნდა გადაყრი, აბა რას იზავე ხა, როცა მართლა ხო ვერ დალევ ამდენს ერთ ტოლეტში. ხო, რა ვიცი, ახლა ამის გაყიდვაც ხო ეგრე არ არის, თან მით უმეტეს აქციზში წინასწარ იხდით თან ხალხს. ხო, აქციზში წინასწარ იხდი ხა, ანუ უფრო გართულდა ვიდრე გაიოლდა რა. არა და პირიქით უნდა ყოფილიყო რა ხელშეწყობა, მაგრამ არ არის. რა ვიცი, იმედია რომ ცოტა სხვანაირად იქნება, ჩვენ ახლა გავსინჯავთ ამასაც და ჩავალთ ხვევით. უკვე ვნახავთ ზაზას მარანსაც. ზაზა, შენ გაგიმარჯოს, აქაურობას გაუმარჯოს, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, წარმატებას გისურვებ და მე ჩემთვის იმედს ვიტოვებ, რომ ცოტა ხანში შენ შემოუერთდები იმ გულმხურვალე ჭაჭის ხო დიდ კლუბს და მე ჩვენ ერთად გავუწევთ პოპულარიზაციას ამ ქვეყანაში მაინც იმას, რა ქვია, მე ჭაჭას და მე ჭაჭას. სიამოვნებით, იმიტომ რომ მე ვიცი რამდენიმე მეღვინე, რომელიც ჩემზე ადრე ასე ვთქვათ ნუკრი მაგალითად ქურდაძე, რომელმაც ნუკრისთანაც ვიყავი და ადრე მოკიდა ხელი ამ ემას, მერე ნუკრისთანაც გავივლი კონსულტაციას, ასე ვთქვათ და ბევრი ისეთ ადამიანთან, რომელიც უკვე სხვანაირად შევხედავ. ახლა უბრალოდ რაღაცეები ვარგდება მაქვს 3 წლიანი, 5 წლიანი, 6 წლიანი რაღაც. ხო, თან ამას რა აქვს იცი პლუსი, რომ ჯვარ გაგიფუჭდება რა. ხო, ნუ აგი დადებითი მხარე არის. ხო, არის ეგ რა. აი ღვინოზე მაინც ახლა 2 წელს ამ აბა ხო სინჯავ როგორია სუისახარ რა. აქ ეგრე არა, აქ უფრო ლაღათახარ რა. და შეიძლება 10 წლისა გასინჯო და უფრო მოგეწონოს. ესე დატოვებული ნახევარიც ალბათ არა, ეგ რა თქმა უნდა ეგრე აორთქლება. ყოველ შემთხვევაში ძალიან გამძლე არის რა. დიდი მადლობა. გაიხარე. მადლობა შენ, ჩავიდეთ ახლა ხვევით. ცოტა შენი მარანიც ვნახო და ცოტა იქაც ვილაპარაკოთ. აი მეგობრებო, ეს არის ზაზას სახთელი აპარატი, სადაც ის აკეთებს დისტილაციას. მომიყევი ამ აპარატის შესახებ, მე მგონი შეიძინეთ. კი, ეს არის სლოვენიური აპარატი, რომელიც იტევს 100 ლიტრიანი ქვია, მაგრამ დაახლოებით 90 ლიტრზე მეტის ჩასხმა ალბათ არ შეიძლება და ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ჭაჭებთან აქვს მოსარევი. მოურევ რომ არ მიიწვას, ხო? ძირში რომ არ მიიწვას და აი აგერ ზივარ ეს კარგია, როდესაც გაზაფხულზე ცოტაც სიგრილია, ასე ვთქვათ რა. იმ დროს გვერდზე. ხო, ცეცხლი გაზითაც შეგილიათ, მაგრამ მე უფრო მიყვარს რომ შეშა. კი, შეშაზე გაკეთებული, რა ვიცი, თვითონ გემრიელიც გამოდის, ასე ვთქვათ.
მე ამოდის ეს ყველაფერი, აი თავისი ძალიან გრილდება უკვე. ჩამოდის და ქვევიდან უკვე გამოდის ეს ჩვენი პროდუქცია, რომელიც თავიდან თამაშით მეგონა, მაგრამ ახლა ვნახავთ, რომ შევიდეთ და ვნახავთ, რომ უკვე ძალიან ბევრი დამიგროვდა. აბა ვნახოთ როგორი არის. ეხლა შევდივართ ჩვენ წმინდა ადგილას მარანში. ოხურო ეს? აი რა ვიცი, შენ იმას როგორც ხო, აი ეს. აბა რა ხდება? ვახ, რამდენი. აი აქ უკვე დისტილატებია, მეგობრებო, რაც მე ძალიან მიხარია. ხო, ღვინოს თავისი ადგილი აქვს, ქვევრს თავისი ადგილი აქვს. აქ არის ქვევრები? კი, აქ არის ქვევრები. და რა ვიცი, აი ჩემი ერთადერთი რაღაც ქვევრში ძალიან რაღაც მიყვარს რა, ამის ქვევრში დაყენებული ღვინო და ყოველას ძალიან მიჭირს, რომ ანუ აქ არის ხო ის რომ დაიბრაკა და უკვე კი, ნაწილი აქეთა ეს სადაც ისინი ადევს, კასრები ადევს და პატარა ქვევრები დაბრაკულია, იმიტომ რომ იმაში ადამიანი ვერ ჩადის, აქედან შეუძლებელია ხელით ის გაწმინდო და გინდა ჩოთკი დაარჩენი, რაშიც ადამიანი ეტევა, 500-იანი, ტონიანი, ტონანახევრიანი, აი იმაში სიამოვნებით მათ მხოლოდ საფერავის ღვინოები არა, ყველა ღვინო მაგაშია და არის ერთი რაღაცა, რომ დაახლოებით კი არა, 2 საათი მაინც უნდა მაგის მრეცხავი სპეციალურად არსებობს ადამიანები, რომლებიც ქვევრს ეცხავენ და დაახლოებით 2 საათი მაინც არის ერთ ქვევრში, რომელიც რა ვიცი გარეცხოს. ეს რა არის? ეს თქვენი ვინოთეკა არის ხო, ეს არის ისტორია, რომელიც დაწყებული 2007 წლიდან დამთავრებული დღემდე, ასე ვთქვათ, აქ ინახება, ხო, ნუ ეხლა რაღაც ესენი არასდროს არ გაიყიდება, ეს არა, იყიდება ესეც რა, რაღაც რაოდენობა შეიძლება ზოგი რომელიც მეტი მაგ და უშუალოდ შეიძლება გაიყიდოს, ეხლა აი ამის მსურველებიც რო გითხრა რომ 24 საათიანი არიან თქო მოგატყუებ, მაგრამ არიან რა რაღაც და აიქ ბოთლები, დანარჩენი ბოთლები? ეს ბოთლები არის, ესეც ძველია, დაძველება მიდის აქ ბოთლების და მაინტერესებს იგივე როგორც გითხარით კაწითელზე, რამდენი ხანი გაძლებს და უშუალოდ კაწითელი ქისი, რომელიც ანუ ექსპერიმენტები მიდის, ხო, რაღაც რაოდენობას, ასე ვთქვათ, ვინახავ და ხსნით ხოლმე მეგობრები და აბა ნუ რისთვის ჩვენ თუ არ გავიგეთ, ჩვენ თუ არ დავს. აქ რა ხდება კასრებში? კასრებში არის, აი, შენთვის საინტერესო ყველაზე კარგ ადგილას მოვედით ახლა. ხო, არის კონიაკის სპირტი მიწერია, იმიტომ რომ ღვინისგან არის გამოხდილი, ასე ვთქვათ. ეს ახალია, 24 წლის არის და ეს არის პირველი ექსპერიმენტი 2000 წელს კორონა მიწერია ზევიდან COVID. რომ მაგით ანუ აქ არის სპირტები, ესე იგი, ვარგდებიან. კი. სპირტები. ძალიან კარგი. აი ხა ნახე რა 1 2 3 4 5 6 კასრი ხო არის? აი იქ მე7 ისუ ახალია. ისუ ახალია მე7 და მომავალ წელს აქ იქნება 10 კასრი. ხო რა ვიცი. აი ნახე თუ არა. აი ეს გარანტიას ვერ მოგწევ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თანდათან მოემატება რა. ხო, რაღაც ხელშეწყობას თუ იქნება სიამოვნებით, რა ვიცი, ეხლა ამაზე ამხელა აქციზის დადების მერე, რა ვიცი, თუ იყიდიან, კი ბატონო. ძალიან რთულია, ძალიან და ზუსტად და ჩვენი საუბრე, მაგითო ვთქვი, რომ ანუ პოპულარული მეღვინეები, ცნობილი მეღვინეები თუ ჭაჭასაც ცოტა ყურადღებას უფრო წამოვა რა. ეხლა მე მაქვს ერთი კითხვა თქვენთან, როგორც უფრო პროფესიონალი ამ საქმესთან, ამ საქმის შეხებასთან, ასე ვთქვათ, ყველა აუცილებლად მუხის კასრი უნდა გაიაროს თუ თეთრი ჭაჭაც თეთრი ჭაჭაც არის ისეთივე ხარისხის და დონის და ისეთივე სასურველი, როგორც მუხის კასრი. ხო, მაგრამ აი მუხის კასრი ხო ხედავთ ფერს იცვლის რაღაცა, ესე იგი თეთრი, ესე იგი ცალკე უნდა შეინახოთ, აი ისეთ ჭურჭელში სასურველი არის. უჟანგავებში შეინახოთ. შუშა ყველაზე კაი, მაგრამ დიდი შუშები არ არსებობს. და ძენელი მოსავლელია და
ამიტომ ყველაზე კარგი არის ხოლმე უჟანგავი. ეხლა მაგალითად 200-300 litrას შეინახავ რა, იქ უჟანგავში. ეხლა 10 litrას და 4 litrას ალბათ შუშაში შეინახავ. ხო, თეთრათაც შეინახე ხოლმე აუცილებლად და თუ იმ ექსპერიმენტს ჩაატარებ, რომ სხვადასხვა ყურძნი, აი ეხლა გარეთ გაქვს ვენახი. რისლინგი და სოვინიონი ხო არის? ოკეი, სოვინიონი. აი რა საინტერესო იქნება მაგათი ჭაჭა. ხო, აი ეგ პირველად ხო და აი სინჯე რა და იქნება თქვენს მერე თქვენ წინადადებაც ისეთია რა რაღაცები რომ ის როგორც ექსპერიმენტია ექსპერიმენტია რა ვიცი ახლა სოვინიონი და რისლინგი გერმანია და საფრანგეთია მაგრამ რატომაც არა აქაც რა ვიცი შავთვალე და პირველი სხვათა შორის 5 წელიწადია უკვე და პირველი ღვინოც შარშან დავაყენე ოღონდაც მირჩიეს ძალიან ბევრმა, იმიტომ რომ ეს მე პირველი არ ვარ კახეთში, ვისაც ეს ჯიშები აქვს და მირჩიეს რომ აუცილებლად ევროპულად დააყენეო. კახურწესთ არა. კახურწესით არა. ისე მაინტერესებდა ძალიან, მაგრამ 3-4-მა ისეთმა გასაგებია რომ ენდეთ და მოკლედ კი, ვენდე იმას პირველ რიგში. კარგი გამოვიდა, რა ვიცი, იმასაც გავსინჯავთ და ნახავთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის საინტერესო იქნება არ დაგიმალავთ და ქვევშიც როგორი იქნება. ხო, ცოტა ექსპერიმენტიც ხო შეიძლება რა, მთავარი ხო ეგ. შარშა პირველი მოსავალი იყო და ამიტომ ის დიდად ხო, არ მიფიქრია მაგრამ შემდეგში უკვე ჩატარდება მრავალი სხვა. აბა ნახეთ და თქვენს გასინჯეთ და დააგემოვნებთ. ეხლა რა არის 6 წლიანი, 6 წელი უკვე კორონა 8 წერია კაცს, ხო? კორონა. აი ახლა მეგობრებო, კადრში არ ჩანვარ, მაგრამ ჩემი ხმა გესმით. აი მოხის კასრმი რას იძლევა, ესე შემოუბრუნე. მეც გამოჩნდები, შოკოლადის ტონები აქვს რა. წარმოგიდგენიათ, ჭაჭა და შოკოლადის ტონები. ისეთი სასიამოვნო არის, რომ ასეთი ჭაჭით თქვენ საყვარელ ადამიანებთან ძალიან კარგ გარემოში, რაღაც შვიდ საუბრებში ძალიან გასიამოვნებთ, არ შეგარცხვენთ. მენდეთ ჭაჭასთან ერთად გაატარეთ ხოლმე საღამოები, ღვინო კარგია რა თქმა უნდა და ნომერ პირველი სასმელია, მაგრამ სცადეთ რომ მეგობრები შეიკრიბეთ, გინდათ თქვა ფეხბურთს საყურებლად რა. თუ ვისკის ხო და თუ ის არის, რატო არ შეიძლება რომ ჭაჭა და ფეხბურთი იყოს ან რაღაც საუბრები, რა ვიცი, შეხვედრები. გაუმარჯოს, ამარანს გაუმარჯოს კიდევ ერთხელ და ღმერთმა ბარაქა მისცეს და იმის საშუალება მისცეს ამარანს, რომ ბევრი ექსპერიმენტი ჩაატაროს. დიდი მადლობა. გაიხარეთ. ფანტასტიკური. აი ახლა მეგობრებო, ჩვენ ვართ ახალ ვენახში, ზაზას მიერ გაშენებულ ახალ ვენახში, რომელიც არის სოვინიონი. აკეთა მხარეს არის. რისლინგი, ხო? რისლინგი, მარჯვენა მხარეს არის, რამდენიმე რიგია იქაც რისლინგი და არჩენი სოვინიონი. აი აუზის ქვევით რო არის, ხო? ხო. დაახლოებით 115 მეტრიანი. აი ცოტა სხვანაირათა მაქვს გაშენებული, ასე ვთქვათ, ფრანგული მეთოდს ეძახიან, 60 სანტიმეტრებში მაქვს და მარტო ერთსაკავებელზე როგორ საკავებელზე მაქვს გაკეთებული და ახლო ისე. ახლოა, კი, ხო და რა ვიცი, ძალიან ისეთი თვითონ დავტოვე რამდენიმე ასე ვთქვათ, მტევანი და ამისგან მოსავალი შარშან მიიღე როგორც ვიცი. ტონა ნახევარი მივიღე ჯამში რა მთლიანად და ამიტომ ერთად გავაკეთე და ჩემთან იტალიელები იყვნენ მეღვინეები ახლა და მითხრეს რომ ცუდი არ იქნება თუ განაცალკევებო რა, იმიტომ რისლინგიო მაგარია მეც ვიცი ძალიან მიყვარს, მაგრამ ცოტა იყო რა და ამიტომ ერთად შე არ გეუბნებიან ხოლმე რომ რატო ხო რატო არა არ მეუბნებიან იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ქართული ჯიშები აუცილებლად ბევრი მოხვდება კიდე უცხოეთში და ბევრიც არის წაღებული და ამიტომ რატო რა ხო რატომაც არა პრობლემა მე ის კი არა მაქვს რომ აი ამითი რაღაცა გინდა თუ არა სხვა გემო ექნება როგორც გერმანიაში აქ და როგორც საფრანგეთში რა თქმა უნდა ის გემო არ ექნება აქაური არა არ ვიცით შეიძლება ძალიან კარგი გამოვიდეს ხო შეიძლება უკეთესიც იყოს შეიძლება უარესი არ ვიცით ეს არის ექსპერიმენტი რომელიც შეიძლება ძალიან კარგი აღმოჩნდეს იყოს ეს ექსპერიმენტები და ამიტომ მე ვიმედოვნებ რომ წელს შემოდგომით
უკვე რისლინგის ცალკე და სოვინიონის ცალკე ჭაჭას გავსინჯა. ქვეშიც კიდე რაღაცნაირად მინდა რომ მაინც ევროპული მესმის, მაგრამ მაინტერესებს რომ ქვეში როგორი იქნება. ჭაჭაკლერზე. კი. ხო, ნახოთ, საინტერესო იქნება რა ექსპერიმენტები. 500-იანი ქვევრი შეიძლება რაღაცნაირად გამოიყოს ამ საქმისთვის. ხო, რაღაც რაოდენობა თუ არ არის ისე აზრია. ეხა ვენახების გაშენებას მოორჩი შენ თუ რამე გეგმები გაქვს სხვა კიდე სხვა ჯიშებზე არა? ჩემი გაშენება და ეს დამთავრებულია უკვე. სხვა ახალგაზრდებმა გააკეთონ, გააგრძელონ და ყველას წარმატებას უსურვებ, ყველას ბედნიერებას, სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. იცოცხლე, ზაზა, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ბარაკა მოგწეს და შენს შრომას გაუმარჯოს. კარგად იყავ, მადლობა სტუმრობ მას პინძლობისთვის. ჭაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები. ყოველთვის ვიც გაივლით, გამოივლით, არ დაგეზაროთ, მობძანდით, შემოიარეთ. კარგი ღვინო, კარგი ჭაჭა აქ იქნება. კარგად იყავით. კარგად.